დღის განმავლობაში საზოგადოების მწვავე განხილვის საგნად იქცა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისპირში სასტუმრო აგარანის მამულში მომხდარი დაპირისპირება. განერვიულებული იყო მის ქორწილი ჩაეშალა, იზიარებს რაც მოხდა. ალადობა ეხლა ყოველ თვითონაც ამბობს, რომ გაუმართლებელია, მაგრამ ეს ისეთი სიტუაციაა, რომ ფაქტობრივად რუსებმა თავზე გადაგვიარეს. გვაფურთხეს, გვაგინეს, ყოველ წარმომავლობის სითხეები გვასხეს. გუშინვე გადმოიყვანეს გამოკითხვაზე თელავის რაიონის სამმართველოში, გამოკითხვის პროცედურასაც ვეწევოდი როგორც ადვოკატი. გამოკითხვის ასევე ადგილზე გამოვიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომ აღეწერათ გიორგი ჭიყლაძის დაზიანებები, ხელზე მიყენებული დაზიანებები. როგორც ვიცი, გუშინვე გადაყვანილი იქნა ის საბატონო, რომელსაც სახეში მოხდა გიორგის ხელი, გადაყვანილი იქნა კლინიკაში და ოპერაცია ვერ გაუკეთეს იმის გამო, რომ ნაჭამი იყო. ასევე არაფრიზად მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც გადმოცემით ვიცი. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. ვიტყვი მხოლოდ ერთს. დეზინფორმაცია არ გაავრცელოთ. ჩვენ გვაქვს შემთხვევამდე და მას შემდეგ გადაღებული ვიდეოები. ჩვენი ბლოგისთვის და ყველაფერი დაფიქსირებულია. არ დაწეროთ, რომ ვინმე იფურთხებოდა, ან წყალს ასხამდა სტუმრებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სასტუმროში ქართული ქორწილი მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტში ქორწილის სტუმრები და იმავე შენობაში მყოფი რუსი ტურისტები მონაწილეობდნენ. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქართველი მამაკაცის მხრიდან რუსი ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა ჩანს. უცხოეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ მათ თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხნენ. თუმცა ქორწილის მონაწილეები სრულიად განსხვავებულ სურათს აღწერენ. მათი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები ქორწილის სტუმრებს აივნიდან შეურაცხყოფას აყენებდნენ, სხვადასხვა სითხეს ასხამდნენ, აპარატურა დააზიანეს და ზეიმის ჩაშლას ცდილობდნენ. ადვოკატის განცხადებით, რომელიც უკვე მოისმინეთ, მათ ერთ-ერთ სტუმარს რუსულად საუბარიც მოსთხოვეს. დღეს უკვე გავრცელდა ქორწილის მონაწილეთა დამატებითი მონათხრობი და ფოტოები, ვიდეოს ნაწყვეტები, რომლებიც მათი მტკიცებით დაკავებულ მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ეს მასალა ჯერ გამოძიებამ უნდა შეაფასოს, ხადია, თუმცა ის აჩენს კითხვას, ხომ არ იყო ძალადობა ორმხრივი და კონკრეტულად როგორ განვითარდა დაპირისპირება ვიდეოში ასახულ ეპიზოდამდე. მე ვსაუბრობ ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასტუმროში თელავში. აგარანის მამული არის ასეთი სასტუმრო, სადაც ქართული ქორწილი მიმდინარეობდა და გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტში ქორწილის სტუმრები და იმავე შენობაში მყოფი რუსი ტურისტები მონაწილეობდნენ და ეს კონფლიქტი, რომ სპონტანურად და რაღაც ერთ წუთში არ მომხდარა, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს მონათხრობიც, მათ შორის ვიდეო, რომელსაც ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება ასე ითქვას, რომ ვითარდებოდა და თავის კულმინაციას მიაღწია. ამავე დროს მაინც მინდა წავიკითხო თავად ამ სასტუმროს მიერ გავრცელებული განცხადება მოვლენებთან დაკავშირებით, რომელშიც მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ როგორცო სასტუმროს გუნდმა, ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ამ დეტალს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შემდეგ გაირკვა, რომ გამოძახება მოხდა მას შემდეგ, რაც ეს ინციდენტი შედგა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან. აი ამ განცხადებას და ამ შინაარს, ჯერ ერთი დროულად რომ მომხდარიყო რეაგირება და მათ შორის სასტუმროს ადმინისტრაციას ადგილობრივი დაცვის სამსახურის მეშვეობით განემუხტა ეს სიტუაცია, ეს შედეგი არ დადგებოდა თავისთავად, ცხადია, ფაქტი მეტყველებს ამაზე, რაც ძალიან სამწუხარო გარემოება არის, მაგრამ თავად აი ამ ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი, ახალგაზრდა კაცი ლევან ლომიძე, რომლის მონაწილეობით ვიდეოსაც გაჩვენებთ ახლა, წერს შემდეგ რამეს, რომ სასტუმროს განცხადებაზე, რომ ეს განცხადება სრული აბსურდია. სტუმარი ვიყავი იმ დღეს და პირველივე პროვოკაციული გამოწვევისთანავე მივმართე დაცვის უფროსს, რომ მოეხდინათ რეაგირება, რადგან ქორწილში იმყოფებოდა ბევრი ადამიანი და შეიძლებოდა კონფლიქტი მომხდარიყო. უსაფრთხოების უფროსმა მიპასუხა, რომ ყველა ზომა მიღებული იყო. შესაბამისად, პოლიცია გამოვიძახეთო და დაცვის თანამშრომელი იცავდა ამ ქალბატონების ოთახების შესასვლელს, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა და ეს დაადასტურეს ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცავ
გავრცელებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ განცხადება შემოვიდა ინციდენტის შემდეგ და დაცვის თანამშრომელი, რომ ოთახის შესასვლელთან ყოფილიყო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არც მოხდებოდა. ასევე ფაქტი, რომელსაც არ აჟღერებენ და არ ავრცელებენ, არის ის, რომ რუსმა ქალბატონმა ფიზიკური ზიანი მიაყენა ამ ბიჭს, ყელში წვდა და დახრჩობას ცდილობდა, რაზეც სასწრაფოს ექიმების მხრიდან შეფასება და დაფიქსირება მოხდა. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ჩემი მიზანია სრული სიმართლის გავრცელება და არა ძალადობის გაправება. აი ამ პოსტის ინფორმაციის ავტორია ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი ლევან ლომიძე. ჩვენ დრო არ ქონდა, რომ ქართულად გადაგვეთარგმნა შინაარსი მისი მიმართვისა, რომელთაც ის მიმართავდა, როგორც ჩანს, ზუსტად აი იმ ქალბატონებს, რომლებიც ზემოდან, როგორც ჩანს, რაღაც ესე თქვა დისონანსის შემოტანას რბილად რო ვთქვათ, ცდილობდნენ ქორწილის მიმდინარეობისას. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. Вытворяйте то, что вы творяете здесь. Ты не своим. Смотри, ты не дома. Ты не дома. Ты у нас дома. Ты у нас дома. Так что заткни пасть. Заткни пасть. Заткни пасть и заходи в номер, пока тебя... Пасть заткни. Пасть заткни. У тебя нет права здесь говорить. Пасть заткни. Вытворяйте то, что вы творяете здесь. Ты не своим. ეს ახალგაზრდა კაცი არის ლევან ლომიძე, სწორედ მისი განცხადება წაგიკითხეთ. მე ფაქტია, რომ ეს კონფლიქტი როგორც ჩანს მწვავდებოდა და კულმინაციას მიაღწია ზუსტად აი იმ შედეგის გათვალისწინებით, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ ვიდეოში ჩანს, უბრალოდ ვიდეოს ნაწყვეტში, რომელიც დაზარალებულმა მხარემ გაავრცელა და საკუთარი ძმის ქორწილში მომხდარი ინციდენტის გამო გიორგი ჭიღლაძე დაკავებულია და ამჟამად ელოდება ბრალის წარდგენას. როგორც იურისტები განმარტავენ, კანონი ადამიანის სქესის ან მოქალაქეობის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. თუ ფიზიკური ძალადობა ორივე მხრიდან მოხდა, გამოძიების საგანი ორივე მხარის ქმედება უნდა გახდეს. ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისთავად ფიზიკურ ანგარიშსწორებას ვერ გაამართლებს. მაგრამ საქმის შეფასებისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ დაიწყო დაპირისპირება, არსებობდა თუ არა იმწუთიერი თავდასხმა, რა საფრთხე ემუქრებოდა თითოეულ მონაწილეს და იყო თუ არა საპასუხო ძალა ამ საფრთხის თანაზომიერი. მართლმსაჯულებამ მხოლოდ ვიდეოში მოხვედრილი ბოლო დარტყმა კი არ უნდა დაინახოს, არამედ მოვლენათა სრული ჯაჭვი. თუ ადამიანები ქორწილის ჩაშლას ცდილობდნენ, სტუმრებს შეურაცხყოფდნენ, ნივთებს აზიანებდნენ ან თავადაც ძალადობდნენ, ეს გარემოებები არ შეიძლება გამოძიების მიღმა დარჩეს. არც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა უნდა გახდეს ვინმე წინააღმდეგ წინასწარი განაჩენის საფუძველი და არც ის უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენი მოქალაქის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობას სახელმწიფო ნაკლები ყურადღებით მოეკიდება. კანონის წინაშე თანასწორობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობაც და დაცვაც ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ოკუპაციის, ომისა და მძიმე ისტორიული გამოცდილების შემდეგ რუსი მოქალაქეების პროვოკაციული ქცევის მიმართ ქართველების განსაკუთრებული მგრძნობელობა სრულიად გასაგებია. თუმცა თუ საქმე აუცილებელ მოგერიებას არ ეხება, ფიზიკური ძალადობა გამოსავალი არ და ვერ იქნება. სწორედ კანონის პატივისცემა და თვითკონტროლი განასხვავებს ცივილიზებულ საზოგადოებას იმ აგრესიისგან და იმ აგრესორებისგანაც, რომელსაც თავად ჩვენ ქართველები ვეწინააღმდეგებით.